სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამენ. ლოცვის შესახებ წმინდა მამათა სწავლებანი. პირველი სკოლისა იმის შესახებ, რომ ყველამ ვიცით, ლოცვა ეს არის საუბარი ღმერთთან. ყველა სერიოზული ადამიანი ცდილობს ნებისმიერ ადამიანთან საუბრისას იყოს გულწრფელი, საქმიანი და მისი საუბარი იყოს მოკლებული ყოველგვარ უქმის მეტყველებას. და ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ლოცულობთ, ანუ საუბრობთ ღმერთთან, ასევე ეს საუბარიც, ეს ჩვენი ლოცვაც უნდა იყოს აღსავსე გულწრფელობით და კონკრეტულობით. მაშინ ასე მოусმინოთ წმინდა მამებს. ლოცვა თავისი კეთილნაყოფიერებით სათნოებათა წვებაში დედოფლად იწოდება. არც ერთი სათნოების შესახებ იმდენი არ თქმულა, რამდენიც ლოცვაზე არის ნათქვამი. ის გონებასა და გულს ღმრთისაკენ აღამაღლებს. მისი მეოხებით ადამიანი ანგელოზთა დას უერთდება. მათი ნეტარების თანაზიარი ხდება და სიბრძნით იმშვალება. ლოცვა არის გუნდრუკი ღმრთის მაამებელი, ხიდი განსაცდელთა დროს გასავლელი. მორწმუნეთა ზღუდე შეუვალ, უსაფრთხო ნავსაყუდელი. ღვთაებრივი სამოსი, რომელიც სულს სილამაზითა და სათნოებით შემოსავს. ლოცვა სულის სუნთქვაა, მისი საზრდოა. ლოცვა სათნოებათა დედაა, სიწმინდის დამცველია, უბიწოების ბეჭედია. საიმედო თავდაცვა ჩვენი უძველესი მტრის ეშმაკის მანქანებისაგან. მტერი ქრისტეს სახელით ლოცვით დაამარცხე. მასზე მძლავრი იარაღი არც ზეცაში და არც ამ ქვეყანად არ არსებობს. ლოცვა სიმშვიდის გამტკიცებაა, ღმრთის წყალობის გამოთხოვნა ცოდვათა შესამდობელად. ნავსაყუდელია, რომელსაც მძვინვარე ტალღები ვერაფერს დააკლებს. გონების ნათელია, სასო წარკვეთილების შემმუსრველია, დარდის განმაქარვებელია, იმედის დასაბამია, მრისხანების დამაცხოვრებელია. განსასჯელთა მეოხია, გაჭირვებულთა ხსნა. ლოცვამ ვეშაპი იონას სახლად აქცია. სიკვდილის პირას მყოფი ეზეკიელი სიცოცხლისაკენ მოაბრუნა. ბაბილონელი ყრმების ცეცხლი ცვარად შესცვალა. ელია კაცივე იყო მსგავსი ჩვენი და ლოცვაი არა ილოცა წვიმა და არა წვიმა ქვეყანასა ზედა 3 წელ და 6 თვე. როცა მოციქულებმა უწმინდურ სულთა განდევნა ვერ შეძლეს, მაცხოვარმა მათ უთხრა: ხოლო ესე ნათესავი არარაიდ განვალს გარდნა ლოცვითა და მარხვითა. ადამიანის ცხოვრებაში ლოცვაზე ძვირფასი არაფერია. არ არსებობს მასზე ძლიერი ძალა. ის შეუძლებელს შესაძლებლად ხდის. ბნელს ადვილად მოუხერხებელს მოსახერხებელად ლოცვა აღასრულებს. ლოცვა იმდენად აუცილებელია სულისათვის, რამდენადაც ჰაერი სუნთქვისათვის, წყალი მცენარისათვის. ლოცვა სინათლეა სულისათვის. ვინც არ ლოცულობს, ის მოკლებულია ღმერთთან ურთიერთობას და გავს უნაყოფო ხეს, რომელიც უნდა მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედვას. ვინც არ ლოცულობს, თავის საქმეში ღმრთის კურთხევასაც ვერ იღებს. არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შორებიან მაშენებელნი მისნი. მთელი დღე მშვიდობიანად, წმინდა და უწოდელად რომ გაატარო, ამისათვის ერთადერთი საშუალება არსებობს. დილით გაღვიძებისთანავე გულწრფელი და მხურვალე ლოცვა. ლოცვით გულში შედის იესო ქრისტე, მამასთან და სული წმინდასთან ერთად და სულს ბოროტებასთან ბრძოლაში სიმტკიცესა და გამძლეობას აძლევს.
ბრმის უბედურება ის არის, რომ სინათლეს ვერ ხედავს, ხოლო ქრისტიანისათვის უფრო დიდი უბედურებაა ლოცვითი განწყობის დაკარგვა. ხშირად ამბობდნენ წმინდა მამები, როდესაც რაღაც განსაკუთრებული დემონისეული შემოტევის შემდეგ ლოცვა დავკარგევ. ანუ აი ის მალმოსილება დაკარგეს, რომელიც თან ახლავს ლოცვას. შემდეგ რა თქმა უნდა, ისინი დიდი მამები იყვნენ და იბრუნებდნენ კვლავ ლოცვას. ასევე უნდა ვიყოთ ჩვენც. რაღაც სხვადასხვა შემთხვევებში შეიძლება მოხდეს ისე, რომ დავკარგოთ ჩვენს ლოცვა. ანუ ჩვენი ლოცვა არ იყოს გულწრფელი, არ იყოს გულისხმიერებით სავსე. უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მალე ისევ დაუბრუნდეთ ლოცვით განწყობას, გულწრფელ ლოცვას, გულისხმიერ ლოცვას. ასეთ სულში სიბნელე მყოფობს და სხეულთან გაყრის შემთხვევაში მისი ხვედრი სამარადისო წვდიადი იქნება. ვინც საბოლოოდ დაკარგავს ლოცვას. ამბობენ, თუ არა გეხალისება, ნუ ილოცებო. ეს ამქვეყნიური სიბრძნეა. თუ გამოტოვებ ლოცვას, ასე მთლად განეშორები მას. ხორცს კი სწორედ ეს სურს, ცათა სასუფეველი იიძულების. თუ საკუთარ თავს სიკეთის ქმნას არ აიძულებ, ვერ ცხონდები. ამიტომ მხოლოდ მაშინ კი არ უნდა ილოცო, როცა ამის ხასიათზე ხარ, არამედ მაშინაც, როდესაც ლოცვა არ გსურს. როცა სიზარმაცე, ძილი, საზღუნავი საქმეები ლოცვაში ხელს გიშლის და ამის მიუხედავად მაინც ულოცულობ. საკუთარ თავს ებრძვი, აიძულებ და სულიერად წინ მიდიხარ. ეს ლოცვა ზეცაში აღიძება და ღმრთის წინაშე წარსდგება. ლოცვისას ბოროტი მტერი მლოცველს მთელი ძალით ებრძვის, სხვადასხვა სასტურებს უქმნის, თავს ესხმის. ეს სასტურები მრავალგვარია. ლოცვისას ეშმაკი ადამიანს გონებაში გაახსენებს ისეთ საქმეებს, რომელთა გადადებაც თითქოს არ შეიძლებოდეს. მას ნუ მოусმენ. ლოცვის შემდეგ ღმრთის მადლი ყველაფერში დაგეხმარება. ლოცვისას ამქვეყნიური საზღუნავები დროებით დავივიწყოთ. არ დაუგდოთ ყური გულის სიტყვებს, რომლებიც მთელი ძალით წინ აღგვიდგებიან, როგორც მებრძოლმა ყველაფერი უნდა მოიგერიო შენ. ლოცვა მექანიკური საქმე არ არის. ის ღმრთის წინაშე დგომა და მასთან საუბარია. თავდაბლურად ღვთის მოშიშებით ილოცეთ. გეშინოდეთ, რომ ლოცვის ნაცვლად მისი შეურაცხყოფა არ გამოგივიდეთ. გონება ყოველგვარი ცნობის მოყვარეობისაგან დაიცავით. ისევე როგორც უღირსი ზიარებისას, ასევე უღირსი ლოცვის შემდეგ სული ერთნაირად არის დამძიმებული. ეს ნიშნავს, რომ უფალი არ შედის ჩვენს გულში. ის შეურაცხყოფილია ჩვენი გულის სიცივითა და ურწმუნოებით და უფლის დაშვებით მასში ბოროტი სული იბუდებს. ლოცვის დასაწყისში აზრებს უნდა ვებრძოლოთ. მომდევნო საფეხურებზე გონება აზრებით უკვე აღარ იბანდება. ლოცვის სიტყვებშია მოქცეული, ხოლო სრულყოფილი ლოცვისას მთელი არსება ღმრთის სიყვარულით იმსჯვალება. ლოცვის დროს სიმდაბლე და ცოდვათა გამო შემოსული სული უნდა გქონდეს. ვინც გულში საკუთარ თავს ცოდვილად არ მიიჩნევს, მის ლოცვას ღმერთი არ შეისმენს. ეს მეზვერისა და ფარისევლის ლოცვიდანაც კარგად ჩანს. სიმდაბლითა და სინანულის ცრემლებით შეზავებულ ლოცვას ღმერთი აუცილებლად შეისმენს. სულიდან ამოსული ლოცვა ზეცად მიაღწევს. ნუ შეწყვეტ ლოცვას, სანამ მისი ცეცხლი და ცრემთა დინება თავისთავად არ შეწყდება, რადგან შეიძლება სხვა ასეთი ჟამი ცოდვათა მომტევებელი ცხოვრებაში ვეღარ იპოვო. ლოცვისას თუ რომელიმე ფრაზა გულში განსაკუთრებით ღრმად ჩაგწევდა, მრავალგზის გაიმეორე. იცოდე, რომ შენთან ერთად მფარველი ანგელოზი ლოცულობს. კარგია ლოცვა, როცა უფალი მობიერების ცრემლებს გვაძლევს.
ამ წუთებში უმჯობესია ცოდვილ დედაკაცს მივემსგავსე და გონებით ჯვარცმულს შეუერთდე. არ არსებობს უფრო აღმატებული სიკეთე, ვიდრე უფალთან ერთობა. დემონები თავგამოდებით ცდილობენ ლოცვის დრო წაგვართვან. ყურადღება გადაგვატანინონ, რომ შენ სხვა საქმეებით დაკავდე. ნუ მოусმენ მათ, რათა მათგან შეურაცხყოფილი არ აღმოჩნდე. ილოცე საკუთარი ცოდვების შენდობისათვის, მთელი გულით. აპატიე წყენა მოყვასაც, მცირე გულის სხრომაც კი გვართმევს ლოცვის უფლებას. გულის სხრომით გაჯერებული ლოცვა სისაძაგლია ღვთის წინაშე. როგორც ხვებს მოექცევი, ღმერთი შენც ისე მოგექცევა. თუ არ გსურს შენთვის საძულველი ადამიანისათვის ილოცო, იმის გამო მაინც ილოცე, რომ ლოცვა გიჭირს. ექიმს იმიტომ მაინც მიმართე, რომ სულიერად ავათხარ. ილოცე, რომ ღმერთმა გასწავლოს უზაკველობა და მოთმინება. ილოცე, რომ გასწავლოს არა მარტო მოყვასის, არამედ მტრის სიყვარულიც. ილოცე, რომ გასწავლოს ისეთივე გულწრფელი ლოცვა არა კეთილმოსურნეთათვის, როგორც კეთილს ყოფელთათვის გავს და გაგაჩნია. თუ მტრებისათვის ილოცებ, სიმშვიდეს პოვებ. რატომ აქვს ასეთი დიდი ძალა ერთმანეთისათვის გულწრფელ ლოცვას? იმიტომ, რომ ლოცვისას ჩემი სული მიახლება უფალს და ერთობაშია მასთან, ხოლო ვისთვისაც ვლოცულობთ, მათთან რწმენითა და სიყვარულით ვერთიანდებით, რადგან ამ დროს ჩემში მოქმედი სული ღმრთის ყოფობს მასთანაც და ყოველივეს ის აღასრულებს. თუ ვინმესთან ნაჭყუბარი ხარ და თავს უდანაშაულოდ გრძნობ, ეცადე რომ პირველი შენ შეურიგდე. ბევრი ადამიანი გასაჭირსა და მწუხარებაში ღვთის გარდა შველას ყველგან ეძებს, ხოლო თუ ვერ იპოვის, მაშინ ღმერთს მიმართავს, მაგრამ რწმენის სიმწირის გამო ხშირად თხოვნა არ უსრულდება. თუ გსურს ღმრთისაგან რაიმე წყალობა გამოითხოვო, სანამ ლოცვას დაიწყებდე, მტკიცე რწმენით აღიჯულე. შენგან ყოველგვარი ეჭვი და ურწმუნოება განდევნე. ცუდია თუ კი ლოცვისას შენს გულში მტკიცე რწმენა არ აღმოჩნდება. თუ ეჭვი გრნის, ნუ გეგონება, რომ ღმერთი შენს ლოცვას შეისმენს, დაეჭვება ღვთის გმობა. გულის უსირწყვილო ტყუილია. ლოცვისას აუცილებელია, რომ ლოცვისაგან მკაფიოდ იყოს განსაზღვრული ჩვენი სურვილი და გულიდან ამოსული იყოს ჩვენი ლოცვა. მთავარი და აუცილებელი პირობაა ლოცვისას, რომ ღვთის ნებას მიენდო. გამოსწორების გულწრფელი სურვილი და ყველაზე მთავარი კი უბოროტობა გქონდეს. ლოცვისას უნდა ვიყოთ მომთმენი და გვჯეროდეს, რომ თუ ჩვენი სულისათვის სასარგებლო რამეს ვითხოვთ, აუცილებლად შეგვისრულდება. რაც არ უნდა დიდი ცოდვები გქონდეს, გულსნო გაიტეხ, ილოცე, ვიტიროთ ჩვენი ცოდვების გამო მცირე ცრემლები ჯოჯოხეთის ცეცხლს ჩააქრობს. ლოცვა, როგორც ღვთის მაღლი, ყოველთვის მალე არ გვეძლება. მისთვის შრომა არის საჭირო, ხოლო რაც დიდი შრომით მოიპოვება, ის უფრო ძვირფასი და მტკიცია. ლოცვისას უპირველეს ყოვლისა ღმერთს ყველაფრისათვის მადლობა უნდა შევსწიროთ, განსაკუთრებით კი განსაცდელების გამო. ეს უფალს გაცილებით მეტად იამება, ვიდრე მისი წყალობისათვის აღვლენილი სამადლობელი. ლოცვა ილოცე ცოდვათა შენდობისათვის. შეიძლება იმისთვისაც ვილოცოთ, რომ ღმერთმა განსაცდელებისაგან გვიხსნას, მაგრამ ამის შესრულება მთლიანად ღვთის განგებას მივანდოთ. მაცხოვარი გეთსემანიის ბაღში ასე ლოცულობდა: მამაო ჩემო, უკვე თუ შესაძლებელ არს, თანაც არ მხედინ ჩემგან სასუმელი ესე, ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ გნებავს. ანუ ყველა ლოცვის ბოლო სასრული ასეთი უნდა იყოს ჩვენგანაც, რომ თხოვთ ღმერთს რაიმე სურვილს, ვეხვეწებით განსაცდელში მყოფი ადამიანისათვის, უზურებაში მყოფი ადამიანისათვის. ვითხოვთ ეს
ჩვენი სიტყვებით თუ წმინდა მამათა ლოცვებით და ბოლოს აუცილებლად თქვათ და იყოს ნება შენი. რადგანაც არის ხშირ შემთხვევაში განსაცდელები დაშვებული იმიტომ, რომ ადამიანმა გულისხმა ხოს. ეს პირადად ჩვენზე იქნება თუ სხვა ადამიანზე, ვისთვისაც ჩვენ ლოცულობთ, მხოლოდ და მხოლოდ უფალმა უწყის. ამიტომ ყოველთვის თქვათ, იყოს ნება შენი. არაერთ შემთხვევაში განსაცდელს გამოუსწორებია ადამიანის გონებაც და გულიც და ცხოვრების წესიც. როგორც არ უნდა გიჭირდეს ადამიანებისაგან ნუგეშს ნუეძებ, მხოლოდ ჩვენს სულთა ნუგეშინის მცემელს მიმართე. ილოცეთ ღვთისმშობელისადმი, როცა თქვენს ოჯახებში მტრობისა და ბოროტების ქარიშხალი აღდგება, მას ყოვლად მოწყალეთ დედოფალს ძალუც ადამიანთა გულების დამშვიდება. მშვიდობა და სიყვარული ღვთისაგან მისი ერთადერთი წყაროდან მომდინარეობს. ღვთისმშობელი კი ღმერთთანაა, როგორც იესო ქრისტეს დედა. ის ჩვენი მეოხია, იგი მთელი სამყაროს მშვიდობისათვის, განსაკუთრებით კი ქრისტიანებისათვის ლოცულობს. სანამ ღვთისმშობლისადმი ლოცვას დაიწყებენ, მტკიცედ გჯეროდეს, რომ ის წყალობის გარეშე არ დაგტოვებს. ეს ღირსეული და მართებული დამოკიდებულებაა. იგი ყოვლად მოწყალე უფლის, ყოვლად მოწყალე დედა და მისი ურიცხვი სიკეთის შესახებ მთელი ქრისტიანული ეკლესია ღაღადებს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ. ღმერთმა ყველას მოგცეს უნარი და ნიჭი, რომ ვილოცოთ ღვთისადმი მთელი სული, გულითა და გუნდით. ღმერთმა დაგლოცოთ.